ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს კომენტარს პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. ულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სულიად საქართველოს ამოდი დღესასწაულს, ლაქერნობას. საქართველო გამორჩეული ქვეყანა ვართ იმით, რომ ჩვენ გვერგო უდიდესი პატივი, რომ ჩვენ ვიყოთ უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის ძველი ერი. ეს არის დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანული სარწმუნოების და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე. ის, რაც ჩვენმა სარწმუნოებამ, წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში გადმოგვცეს ჩვენ რწმენასთან ერთად, ის ღირებულებები, რომელიც ამ რწმენაში არის, რწმენიდან არის წარმოშობილი და რომელიც დღეს არის ცივილიზაციის საფუძველი, ევროპული ცივილიზაციის საფუძველი, ამ ღირებულებების გაფრთხილება და ამ ღირებულებების სადარაჯოზე ყოფნა არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა. მე მიხარია, რომ დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად, პარლამენტის წევრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა, რომ ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დავსწრებოდით სადღესასწაულო წირვას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ის განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდში არის, ის განწყობა, რომელიც დღეს წირვის დროს იყო, მათ შორის ის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვავენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის 1700 წლის დღესასწაულის აღნიშვნას საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული წელი იმისთვის, რომ ჩვენ სულად გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს ერს, ჩვენს სახელმწიფოს, როგორც უფლის კვართის და ღვთისმშობლის კვართის ძველ სახელმწიფოს და ერს გაგვაჩინა. ბატონშავალი ნიკა გვარამის განსაკუთრებით ოფისის მიმართა წერილობით კითხვის მოკლედ ელოთა საქართველოსთან დაკავშირებით აპირებს თუ არა საპარლამენტო ასამბლეის ქმედებები და ინტერესებას. კითხვა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციიდან გამომდინარეობს, რომელიც მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო უდრის დასკვას არის სრულად აწტენილი. ეუთომ ამ კითხვაზე თავი არიდა და ასამბლეასთან გადაგვამის სამართა როგორ შეაფასებდით ამას და როგორ უნდა გავიგოთ ეს პასუხი? ძალიან ცუდია, როდესაც ეუთო გაურბის პასუხისმგებლობას, სწორედ ასეთმა თვალის დახუჭამ საპარლამენტო ასამბლეების პოლიტიკური იარაღად გამოყენებაზე მიგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საბოლოო ჯამში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მორღვეული. ასე უხუჭავდნენ თვალს უსამართლო დამოკიდებულებებს პოლიტიკური იარაღად გამოყენება საერთაშორისო ორგანიზაციების და მივედით სადაც ვარ დღეს, რომ დღეს ომები ისე იწყება, რომ არავინ არ ეკითხება არც რომელიმე ორგანიზაციას, არც საერთაშორისო სამართალს ეფუძნება ზოგადად დღესდღეობით სამყაროში მიმდინარე მოვლენები. ამიტომ ეს არის უპირველეს ყოვლისა უდიდესი უპასუხისმგებლობა და კიდევ ერთხელ ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართული ხალხის თვალში. ამიტომ ეუთოს აქვს ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს რეპუტაცია აღიდგინოს ქართული ხალხის თვალში. ბატონო შაბაი, რომ დავაზუსტოთ იმავე თემაზე მინდა გითხოთ, აი ეს რეზოლუცია ევროპულ სტანდარტებს რამდენად შეესაბამება, იმიტომ რომ საუბარი არის ხელისუფლების კრიტიკაზე, თუმცა არ არის საუბარი დემონსტრანტების ქმედებებზე და ასე შემდეგ. ზოგადად რეზოლუცია კარგი მაგალითია იმის თუ რას ნიშნავს პოლიტიკური იარაღად ქცევა საერთაშორისო ორგანიზაციების. ამიტომაც არის რომ დღეს ფაქტობრივად საერთაშორისო ორგანიზაციას ყველას დაკარგული აქვს თავის ფუნქცია და არიან რაღაც დანამატები, სადაც ხდება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური ბოღმის აღმონთხევა და თავისმოხევა საკუთარი შიდა პოლიტიკური დისკურსისა. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, კიდევ ერთხელ რეზოლუციით ეუთომ გააყალბა თავისივე დასკვნა, ერთი წერია საარჩევნო დასკვნაში, მეორე წერია რეზოლუციაში. ეუთო საპარლამენტო ასამბლეის ამ დასკვნით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჯო ვილსონის დონეზე არის დასული ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამ ხელა საპარლამენტო ასამბლეა. ასე რომ კიდევ ერთხელ ეს არის ღირებულებებს აცდენილი და აცდენილი რეზოლუცია, რომელიც უპირველეს ყოვლისა, რომელმაც ძირი გამოუთხარა ქართული ხალხის თვალში ეუთოს მიმართ დობას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა თანამშრომლობის ხარისხი თავად ასამბლეის მომავალ საქმიანობაზე იქნება დამოკიდებული. თქვენ როგორ ვიქნებით? თავისთავად ჩვენ
ჩვენ ყველას მიმართ გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ ღიარ თანამშრომლობისთვის, მაგრამ ოდესაც ერთის მხრივ საკუთარ თავს აზიანებენ, აქ ჩვენ უძლური ვართ, ოდესაც ქართული ხალხს თავად აჩვენებენ, რომ არიან ქართული ხალხის მიმართ მტრული და არამეგობრული განწყობების მქონე ჯგუფების გავლენის ქვეშ, აქ ჩვენ მათ ვერაფერს ვერ უშველით. ამიტომ უპირველეს ყოვლისა უთომ თავად უნდა იზრუნოს, რომ საკუთარი რეპუტაცია გამოასწოროს. რამდენადაც გამოასწორებს რეპუტაციას, იმდენად იქნება მჭიდრო თანამშრომლობა. დაიზიანებს რეპუტაციას, ჩვენი რა ინტერესი არის, რომ გქონდეს რაღაც მჭიდრო და განსაკუთრებული ურთიერთობა იმ ხალხთან და იმ ჯგუფებთან, რომლებსაც აქვთ ერთადერთი რამე მიზნად დასახული, რომ როგორმე რაიმე ყველანაირი მანქანებით დააზიანონ ჩვენი ხალხი. უკრაინასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ უკრაინა ტრილიარდებს მიიღებს, ხოლო სარკასტული იყო მისი განცხადება, რომ საქართველოს ახლოსაც არ მიასუნინებენ, ანუ ასეთ კონტექსტში იყო საუბარი. არაფერი სარკასტული ამაში არ იყო, სინამდვილე სწორედ ის არის. კოკასა შიგან რაც ადგას, იგივე გადმოდინდების. ეს ხალხი ასე ფიქრობს. აი ეს ხალხი ფიქრობს ფინანსებზე და ფულზე. როგორც 2008 წლის ჩვენი ტრაგედია და ომი გადაიტანეს იმ 4 მილიარდის მოგდებული ფულით, რომლითაც დაამშვიდეს მე საკუთარი სინდისი დაიმშვიდეს, აი ეს ზუსტად ასე უყურებენ, რომ ტრილიონები შეხვდებაო უკრაინას და ჩვენ არაფერი არ შეხვდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიომეთ, ჩვენი სოფლები არ დაინგრა, ჩვენი ქალაქები არ დაინგრა და ჩვენი ხალხი არ დაიხოცა. ამიტომ გვეკაჩებოდნენ ომში. სწორედ ამიტომ ნიკა გვარამია და მისი თანამოაზრეები ამიტომ გვეკაჩებოდნენ, ისინი ვინც პარლამენტის შიგნით იყვნენ მაშინ და ისინი ვინც პარლამენტის გარეთ იყვნენ NGO-ები, რომლებიც დემონსტრაციებს აწყობდნენ, რომ ჩვენ მებრძოლები გაგვეგზავნა უკრაინაში, ამიტომ გვითრევდნენ ომში, რომ ომის ბოლოს მილიონებზე, მილიარდებზე თუ ტრილიონებზე წვდომა ქონოდათ. ფული ეს არის, რაც მათ თვალების წინ აფარებული აქვს, რაზეც ფიქრობენ, რომ სარგებელი ნახონ ომიდან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ომისგან ყოველთვის არიან ჯგუფები, რომლებიც სარგებელს ნახულობენ და ამიტომაც არის ხანდახან ზოგიერთი ომი განპირობებული, რომ ხელს ითმობს ზოგიერთი ჯგუფები ომებისგან. ეს ვიცით და აი ამ ადამიანმა პირდაპირ თავადვე განაცხადა, რომ არის პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში, რომელსაც სურდათ საქართველოში ომი იმისთვის, რომ შემდეგ ფინანსურად ხელი მოეთვათ ამ ყველაფერზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს ხილება საკუთარი თავის იმაში, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვხედავდით, ასე უყურებენ 2008 წლის ომსაც, მიიღეს 4 მილიარდი და ამით იყვნენ ბედნიერები, რისთვის 4 მილიარდი მაშინ რომ მიიღეს, რომ ტოლვილები, რომლებიც საკუთარი სახლიდან იყვნენ გამოქცეულები, მათთვის რაღაც აშენებული იყო და ასე შემდეგ. რამე ჩაუნაცვლებ და მათ საკუთარ სახლებს, რაიმე ჩაანაცვლებს იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ ამ ომში, როგორც ჩანს, გვარამიას და მისი პოლიტიკური თანამოაზრეების და აი ამ აგენტურის თვალში, ამ სიკვდილსაც და ნგრევასაც, ამის ანაცვლებს და ამის კომპენსაცია არის ფული. ფულად ურღით ყველაფერი. ასე რომ ეს არის კიდევ ერთი ხილება იმისა, თუ რა საშინელებაში გვითრევდნენ, ომზე გწირავდნენ ჩვენს ქალაქებს და სოფლებს გრევისთვის, ჩვენს ქალებს და ბავშვებს სიკვდილისთვის წირავდნენ, იმისთვის რომ შემდეგ ფული მიეღოთ და ფულზე ქონოდათ წვდომა და მიესუნინებოდნენ, როგორც თვითონ თქვა, რომ ასე უყურებენ საერთო ჯამში ჩვენს განცხადებაზე მინდა კითხოთ, ამბობს, რომ სააკაშვილს ისე უნდა ტალახი აიდუდღნოს, მისი პარტია არ გამოჩნდეს, 20 კაცაც ვერ მოაგროვებენ, ისეთ მდგომარეობაში არიან და აი რას გვეტყვით ახლა? ზოგადად რაც ხდება ოპოზიციაში, ეს ამ მხრივ ეს არის ერთი დიდი ტალახი, რომელშიც ისინი იზილებიან, ერთმანეთსაც აზელენ, თავის თავსაც იზელენ, კარგია რომ მათი ტალახი ჩვენს ქვეყანას არ ხვდება და ცდება. იმიტომ რომ ქართული ხალხი სწორედ აფასებს ყველაფერს, იმიტომ რომ ქართული ხალხი სწორად ჩემს აკეთებს და არის ეს პატარა სცენა მათი მოწყობილი, სადაც ტალახში აზელილები ერთმანეთში ხან ჭიდაობენ და ხან ერთმანეთს ტალახს უზიარებენ, ასე რომ ეს სწორი შედარება არის ამ მხრივ, რომ ნამდვილად ტალახში იზილება დღეს ოპოზიცია. ოპოზიციონერი აქტივისტი ავრცელებს ვიდეოს, ოპოზიციონერი აქტივისტი, რომელიც ცინიკურად მოიხსენიებს შიშომიტებს შეურაცხყოფას აყენებს მათ. კონკრეტულად საუბარი არის ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც კონკრეტულად შეურაცხყოფას აყენებს როთიონათა მიშულს. როგორ შეაფასებთ და ეს ადამიანი ეს ცხადაძე არის, ომისა ცხადაძის ძმა, რომელიც გადატრიალებაზე ზის წინაშე და
ვიცით ვინც არის ეს ორივე ძმები, ვიცით ვინც არიან, რა ღირებულებებიც აქვს, მისი ძმა იყო ბავშვებსო შეუვარდა სკოლაში და გარეთ გამოყავდა აი იმაში მონაწილეობის მისაღებად, რაც შემდეგ დადგეს პარლამენტს რომ წვავდნენ და რომ ძალადობდნენ პოლიციაში და ამაში უნდა სკოლის ბავშვების თან დაწყებით კლასების მოსწავლეებთან შევარდა სკოლაში. ამ ღირებულებების მატარებლები არიან გინდა ერთი ძმა და გინდა მეორე ძმა, ასე რომ მათგან არაფერი გასაკვირი არ არის. საქმე იმაში არის, რომ ისინი არიან სახე იმ დაჯგუფებისა, რომელიც დღეს ევროპელობას იბრალებს და რაც თავარია, რომელსაც ისევ ქალბატონი ჩერგოლეიშვილის შედარება რომ მოვიშველიო, რომელსაც ესე იზელს თავად ევროკავშირი მათ, როგორც ევროკავშირის სახეთ. აი ესეთ ადამიანებს, რომლებიც შიშიმოპირების მიმართ ასეთი ტონალობით საუბრობენ, რომელსაც შეუძლიათ ბავშვებს შეუვარდონ, დასტრესონ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და სკოლის მოსწავლეები დასტრესონ, ეს შეუძლიათ გააკეთონ იმისთვის, რომ მოღოთ მერე კამერასთან და სოციალში იყელყელაონ და თავისმა 500-მა მხარდაჭერმა რაღაცა ლაიქი დაუსვას. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ხელს ქართული ოცნება უშლის, მან არ გამორიცხა, რომ მიზეზი რით გამოც ერთობა ვერდება არის თქვენ ქართული ოცნება, აი რა საფრთხეს ხედავთ პირადად თქვენ გაერთიანებულ ოპოზიციაში როგორ ხდება? ერთ-ერთი საფრთხე ის არის, რომ როდესაც აგენტურა ერთიანდება, ეს ცუდი არის საერთოდ ჯამში. მაგრამ არ უნდა გითხრათ ხა სად უნდა როდის დაიშალნენ, როდის არ იყვნენ ერთიანი, ქალბატონი სალომე ხარ სადმე სხვაგან არის და გვარამია და ჩერგოლეიშვილი სადმე სხვაგან არიან. ისე არიან ერთიანი, ეს არის სწორედ თავარი საფრთხე, რომ დღეს აგენტურა არის ერთ ხაზზე, მის ჩაუშვებენ დავალებას, ასრულებენ ამ დავალებას, ასე რომ აგენტურა გაერთიანებული იყო ყოველთვის, იმიტომ რომ აგენტურა რაიმე ასე ვთქვათ პროცესი კი არ არის აგენტურის გაერთიანების, ეს არის დავალებით მოქმედი ადამიანების ჯგუფი, დაავალებენ რომ ერთად გამოჩნდნენ კამერასთან, ერთად გამოჩნდებიან, დაავალებენ ცალ-ცალკე. ბატონო შალვა ასევე თქვა, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავებებს ოპოზიციის დაშლის მსვლელობას უკავშირებდა. რას უკავშირებდა სალომე ზურაბიშვილს ამაზე? დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, ვინც დანაშაულს ჩადის, უნდა იჯდეს ციხეში. ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი. ნუ ჩაიდენენ დანაშაულს და არ იქნება პასუხისმგებლობა. ჩაიდენენ დანაშაულს, იქნება პასუხისმგებლობა. აბა სხვანაირად როგორ უნდა დანაშაული ჩაიდინონ და პასუხისმგებლობა არ დადგეს. ეხა ასეთი ქვეყანა თუ უნდა წავიდნენ სადმე სხვაგან. ალეკო ილისაშვილის ადვოკატი, რომელიც ლელო ძლიერი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, თქვენ გადანაშაულებთ ალეკო ილისაშვილის დისკრედიტაციაში, რას უპასუხებთ და როგორ შეაფასებთ, რას გულისხმობთ დისკრედიტაციაში? ხო, რეპუტაციისო და მე არ ვიცი ხა ტერორისტული აქტის ჩადენაში მხილებულ ადამიანს რა რეპუტაცია უნდა შეელახოს, ცოტა გაუგებარი არის. სხვა შორის манипуლირებდა, თითქოს მე ვთქვი რომ მან იარაღი იყიდაო და ამას აბრალებსო, მე ვთქვი რომ მისი განცხადება იყო რომ ეყიდა ვთქვი და სასამართლოში პირდაპირ თქვა რომ ის ფიქრობდა რომ ხელში აიღო ტყვიამფრევი, დახვედროდა მოსამართლეებს და პროკურორებს და ჩაეცხრილა. პირდაპირ ეს თქვა სასამართლო პროცესზე. ეხა ეყიდა არ თქვა, მაგრამ არ ვიცი ხელში აღება თუ სახში თუ უდეს ტყვიამფრევი, ეს კიდე სხვა პრობლემა არის, მაგრამ კიდე ერთხელ ნაცვლად იმისა რომ მათ შორის ამ ადვოკატმა ემოქმედა საკუთარი დაცვის ყოფილი პირის ინტერესებით და უარესი განცხადებები არ ეკეთებინა სასამართლოს, საიდანაც იმუქრებოდა კიდე დამატებით ალეკო ელისაშვილი, ჯობდა რომ აეხსნა მისთვის თუ რა დანაშაული ჩაიდინა, რასთან ქონდა საქმე, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ეღიარებინა ბრალი ეთანამშრომლა სასამართლოსთან. კიდე ერთხელ ის დანაშაული რაც დაადასტურა სასამართლომ, რა თქმა უნდა ამ დანაშაულს უმოყვებოდა საშიელი, მე მგონი თვითონაც კარგად ხდებოდა. ბატონო შალვა, თელავის სტიქიაზე უნდა გკითხოთ, თქვენ პირადად ბრძანდებოდით და სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით პირად კონტროლზე აიყვანეთ აი ეს საკითხი. რა ინფორმაცია გაგვიქვთ რა ეტაპია? უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის რომ ამ სტიქიის დროს გამართულად იმუშავა ყველა პრევენციულმა მექანიზმმა, იცით რომ თელავის ხევის კალაპოტში არის მოწყობილი სპეციალური ასე ვთქვათ ნიაღვარებისგან დამცველი ნაგებობები, კასკადური, 3 კასკადი, რომელმაც თავარი დარტყმა აიღო თავის თავზე.
ის რომ ხეები და მორები არ გამოვიდა ქალაქამდე, სწორედ ამ დამცავი მექანიზმების დამსახურება არის, ის რომ ღორღის უმეტესი ნაწილი გააჩერა, მისი დამსახურება არის. რა თქმა უნდა, თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ერთ დღეში, ერთ რამდენიმე საათში ჩამოვიდა თითქმის ერთი თვის ნორმა ნალექისა, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ქალაქშიც გადმოვიდა ღვარცოფი, თუმცა ამ ხრივაც დაზიანებას, მთავარ დაზიანებას რაც შეიძლება მოყოლოდა პრევენციული მექანიზმების გარეშე ქალაქი აცდა. მათ შორის ის დამცავი ნაგებობები თავის დროზე გაწმენდილი იყო და მწყობში იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ 24 საათში ფაქტობრივად ძირითადი გზები გაიწმინდა, ინფრასტრუქტურა აღდგა, ახლა მიდის გაწმენდით სამუშაოები, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდება, მათ შორის თელავის გარდა დაზიანებული არის სოფლებიც, ასევე არის კისისხევში იყო ღვარცოფი, გარშემო დაზიანებები, ასე რომ ყველა ამ კერას მიყვება უკვე სისტემურად როგორც თავად მუნიციპალიტეტი, ისე ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაწმენდნენ და ყველაფერი მწყობში მოვა. კიდევ ერთხელ თელავი ამ ბუნებრივი მოვლენისგან კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო ლამაზი გამოვა. ბათუმში საჯარო მოხელეებმა ჯამში 24 მილიონზე მეტი საჩუქრები მიიღეს, მილიონზე მეტი ოჯახის წევრებისგან, ძირითადად მშობლებისგან. როგორ აღმოჩნდა ყოველს ოჯახი ასეთი მდიდარი? რაც შეეხება აი ამ მანიპულაციას, რომელსაც ესტონეთში რეგისტრირებული საერთაშორისო გამჭვირვალობა ცდილობს, რომ რაღაც თითქოს ციფრებით იმანიპულოს, რაც არის კიდევ ერთხელ აჩვენებს რა ერთ რამეს. ვინც აფინანსებს დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობას და ის ფინანსდება ევროპული ფონდებიდან ჩუმად, როგორც ჩანს, იმიტომ რომ საჯაროდ არაფერს არ ამბობენ. ვინც აფინანსებს, ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს. ამას უნდა ხაზი გაუშვათ. სწორედ ეს არის კოორდინირებული დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ამ შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ, საჯარო მოხელეების წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადრე თუ გვიან გაირკვევა, ვინ აფინანსებს აი ახლა ამ მომენტში საერთაშორისო გამჭვირვალობას და რა თქმა უნდა, იმ მომენტში აუცილებლად ვამხელთ, რომ სწორედ ის ქვეყანა, ან ის ორგანიზაცია იყო ის, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებდა. რაც შეეხება ამ მანიპულაციად, ათობით 1000 საჯარო მოხელე არის. ეხლა ამისგან რაღაც დაჯამების გამოყვანა, რომ მეუღლეს რაღაც აჩუქა, ან შვილმა მშობელს რაღაც აჩუქა, მშობელმა შვილს, ამის შეჯამება და შემდეგ წარმოდგენა რაღაც რიცხვებად არის აბსოლუტური მანიპულაცია და ფარსი, რაც საერთოდ არაფერზე არ მეტყველებს და კიდევ ერთ რამეზე მეტყველებს მარტო, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღი. შეფასებით ეს არის კანონის შავი თვალი ოჯახისგან მიღებული საჩუქრები უკანონო შემოსავლების გასამართლებლად. რატომ არ ინტერესდება საგამოძიებო წევები ამ საკითხთან, რაც საფრთხე თქვენ შემიძლია გითხრათ, რომ გარიბაში სულსაჩუქრი და ასე მამამისი ფულს, თუმცა დღეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციით ზის ციხეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ჯერ ესეთი ის რაც დეკლარირებული არის, რა გაცდებაზე საუბრობენ დეკლარირებულ საჩუქრებზე, ხო? თუკი არის რაიმე არალეგალური შემოსავალი, მაშინ მის დეკლარაციასაც არავინ არ მოახდენდა და რახან დეკლარაციაში არის, რაღაცნაირად იქნება ის არალეგალური შემოსავალი და საკუთარ თავს ხო არ ამხელდა ადამიანი. ასე რომ აბსურდია კიდევ ერთხელ. ბატონო, ასევე შეგეკითხებით, როგორ აპირებთ გავუმყარებთ გაზრდილ ავტოსაგზაო შემთხვევებს, ჯერ ჯარიმები გაიზარდა, შემდეგ შეამცირეთ პრობლემა რაშია, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი თუ რატომ ხდება ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა? ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი არის ალკოჰოლური თრობა საჭესთან ყოფნის დროს და გადაჭარბებული სიჩქარე. ერთის და მეორეს არის მძღოლის უპასუხისმგებლობის ბრალი. და კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა საგზაო მოძრაობაში აკისრია მძღოლს, როდესაც ყველა სტატისტიკით ვიცით, რომ მთავარი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევებში არის სიმთვრალე და გადაჭარბებული სიჩქარე, მე მგონი გასაგებია, რომ მძღოლების პასუხისმგებლობა. მადლობა. უსმენდით პარლამენტის თავმჯდომარეს.